ცხადია, ყველა არ უნდა გასამართლდეს, როცა იქნება მაშინ. უნდა გასამართლდეს ის, ვისაც სამშობლოსთვის უღალატია, ან რამ სხვა დანაშაული ჩაუდენია, მტკიცების მაღალი ხარისხით. მაგალითად, მედიის წარმომადგენლები, ან ეგრეთ წოდებული მედიის წარმომადგენლები არ უნდა გასამართლდნენ. ხაზგასმით ვამბობ, არ უნდა გასამართლდეს. მაგალითად, რუსთავი 2-ის რომელიმე ხელმძღვანელი, იმედის რომელიმე ხელმძღვანელი, ვაღიარებ, ვადასტურებ, ვიმეორებ, კიდევ გავიმეორებ, რომ თუ რამ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია პირობითად მაგდა ანიკაშვილს და ალბათ არ ჩაუდენია, მაგდა ანიკაშვილი განსასჯელის სკამზე გიორგი ფუტკარაძე, ირაკლი ჩიხლა, სხვები და სხვები იმედიდან, აგრეთვე რუსთავი 2-დან და ასე შემდეგ არ უნდა მოხდეს, არ ვიცი, ვასილ მაღლაფერიძეზე ეს შეიძლება არც ვრცელდებოდეს. მაგრამ აი რიგითი ჟურნალისტები თუ ჟურნალისტებად წოდებულები არ უნდა გასამართლდნენ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების გარდა ბრჭყალებში არა სისხლის სამართლის, მაგრამ მაინც ბრჭყალებში დამნაშავე არის ყველა ის პირი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. ანუ უნდა მოხდეს შემოსაზრებით მათი მაქსიმალური მარგინალიზაცია, როცა იქნება, მაშინ ეს არ ნიშნავს, რომ შიმშილით ამოწყდნენ, რა საკვირველია, არა, არ უნდა ამოწყდნენ შიმშილით, მაგრამ მათი მორალური პასუხისგებლობა კი სულ ლაპარაკობთ, რომ მორალზე ნუ ვლაპარაკობთო, ასე აღნიშნავთ, მაგრამ მათი მორალური პასუხისგებლობა იმ ამბავში, რაც გვჭირს ჩვენ, არის უზარმაზარი მათ შორის ეგრეთ წოდებული ექსპერტების და ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების. ხო, ბიზინამ უკარნახა ყველას ყველაფერი, ბიზინამ შექმნა ეს ვითარება, მაგრამ ადამიანი იმიტომ ხარ და არა ხარ ცხოველი, რომ შენი ნება, თავისუფალი ნება უნდა გქონდეს და სადაც ვეღარ ძლებ, ან სადაც ძალიან გიჭირს, თუ გიჭირს მაინც და მაინც იმას უნდა გაეცალო და თუ ასრულებ ამ ნებას, ვინმე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა შენს თანადამნაშავე ხარ ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სისხლის სამართლის დანაშაული შემხაბრალდებული პირი იქნება და აუცილებლად გასამართლდება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ან ასე ვიმედოვნებ. იაგო კაჭკაჭიშვილი ეს გამორჩეული კაცი ჩვენი ქართული საზოგადოებისა წერს. მირეკავენ 11 წუთის წინ გამოქვეყნებულ პოსტს ჩაგიკითხავთ ახლა რომ არ ჩამეკითხა რომ არ გამეკეთებინა ამაზე ვიდეო ბლოგი წარმოუდგენელი იყო. მირეკავენ, უცხო ზარია, არ პასუხობ, ცოტა ხანში მომდის SMS-ი. იაგო გამარჯობა, SMS-ში წერია, რუსთავი 2-დან გიკავშირდებით, დებატებზე გვინდა თქვენი მოწვევა, რომ მოიცდით, შემეხმიანეთ და გადმოვრეკავ. მადლობა. უცხო ნომერია, არ ვიცით ვინ არის ავტორი. საპასუხო SMS-ი გაუგზავნია იაგოს. სალამი, რას ეხება დებატები? ბრჭყალი დაიხურა. რუსთავი 2-დან პასუხობენ. კიდევ ერთხელ გამარჯობა. თემა: სჭირდება თუ არა ქვეყანას ევროინტეგრაცია. დადასტურებული სტუმრები არიან ირაკლი კირცხალია, ვატო შაქარაშვილი, გოგა ხაინდრავა, ნოდარ კაპანაძე არ ვიცი ვინ არის, ეკა სეფაშვილი თუ არ ვწდები დეპუტატია ხალხის ძალიდან, თუ არ ვწდები. არ ვწდები. როგორც მოღალატეა ყველა პრაქტიკულად ვინც ჩამოვა სახელით, კირცხალია, შაქარაშვილი, ხაინდრავა, კაპანაძე არ ვიცი, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეკა სეფაშვილი, შესაძლოა ვიცი და უბრალოდ ვერ ვიხსენ. იაგოს გაუცია ამგვარი პასუხი. ეს ხალხი ამბობს, რომ ქვეყანას არ სჭირდება ევროინტეგრაცია, ამაზე აწყობთ დებატებს. ბრჭყალი დაიხურა, რუსთავი 2-დან პასუხი. ყველას თავისი აზრი აქვს. ამ შემთხვევაში თქვენი აზრი გვაინტერესებს. იაგო პასუხობს, ამ თემაზე დებატებია თავად მავნებლობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არის ანტიკონსტიტუციური. რუსთავი 2 გასაგებია, მადლობა. დებატების მე უკვე იაგო წერს, დებატების საგანსაც ხო გააჩნია მართლა. ძალიან სიმპტომატურია ეს მიმოწერა. არასოდეს პოსტსაბჭოთა საქართველოში საჯარო რევიზიის ქვეშ არ დამდგარა ევროინტეგრაციის სარგებელი ჩვენი ქვეყნისათვის. ამის უარყოფა მიიჩნეოდა ნებისმიერ ვინმეს მარგინალიზაციის უტყუარ საფუძვლად. ევროინტეგრაციის უნდა გავაზიარო, ვაზიარებ, ამაზე დავურთავ სტატუსს, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში და გავაზიარეთ ევროინტეგრაციის მიმართ ნიხილიზმის ეს ახალი ათვლის წერტილი ამ ხელისუფლებამ გააჩინა, თანაც ისე რომ მარგინალიზაციისა მას არ ეშინია. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ შეეშინდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა
დასრულდეს. ნახეთ. საქართველოს იწოდება მხოლოდ მაშინ, როცა ის ევროპის სივრცის ნაწილი იქნება, ან ევროპისკენ მიდის, მანამ სანამ გაწევრიანდება, იქნება ევროპისგან უყოფელი ნაწილი, მანამდე ამ გზაზე დგას. სხვა შემთხვევაში, თუ საქართველოს მიზეზთა გამო შეაჩერებს ევროინტეგრაციას და უკვე შეჩერებული აქვს. თუ უარს იტყვის საბოლოოდ და პრაქტიკულად უარი აქვს დათქვამის საბოლოოდ. თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ევროპის და ევროატლანტიკური სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, ან ევროპულ სივრცეში, დასავლურ სივრცეში გაწევრიანების საკითხს, საქართველოს არ იწოდება, საქართველოს არის გრუზია. ეს პირები ჟურნალისტად წოდებული, ვითომ ჟურნალისტად წოდებული ჟურნალისტი, პროდიუსერად წოდებული პროდიუსერი, მედია მენეჯერად წოდებული მედია მენეჯერი, ანუ ვითომ მედია მენეჯერი, მესრეული ლიდერი, ხელმძღვანელი, დამფუძნებელი, დირექტორი, მნიშვნელობა არ აქვს. მე მონტაჟეც კი მეთქი ასე ვიტყვი, რომელიც თითქოს ამონტაჟებს ან ქარდებს რო აკეთებენ, იმ ქარდების გამკეთებელ გრაფიკოს დიზაინერი. ისინი ყველანი დამოუკიდებლად იმისა პოლიტიკური იდენტობა აქვს თუ არა, დამოუკიდებლად იმისა ვისაძლევენ ხმას არჩევნებში, ჩუმ-ჩუმად. ესენი არიან რუსული რეჟიმის მსახურები. თავად ეს კითხვა და ამ კითხვის საპასუხოდ ამგვარი პირების მოწვევა, ანუ კირცხალია, ხაინდრავა, ჩიბურდანიძე თუ არ ვწდები, ჩიბურდანიძე და ბატო შაქარიშვილი, ხო, ანუ ბანდიტები. ამ ბანდიტების მოწვევა სტუდიაში და ამ კითხვის დასმა და ამ თემაზე დისკუსიის გამართმა უკვე არის, იაგოს სწორს ამბობს, ანტიკონსტიტუციური, იმიტომ რომ 78 მუხლე კი დარღვეულია კონსტიტუციისა, მაგრამ 78 მუხლი როგორც ასეთი ჯერ არსებობს. კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, კითხვის ნიშნის დასმა ამ საკითხზე და თქმა, რომ საქართველოს ჩვენშვილ დარჩეს, პრინციპში შეიძლება არ სჭირდება ევროინტეგრაცია, იმიტომ რომ და მე ხაინდრავასეული ლოგიკის თუ არგუმენტების ჩხალებში ტირაჟირება, რომ ევროპა გვა ჰომოსექსუალებს, რომ ევროპა არის სოდომ გომორის რაღაცა მექა, თუ რაღაც სივრცე, რომ ევროკავშირი თავად აღარ გავს ევროკავშირს, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა ევროკავშირს და ამასთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა და თავდაცვით პოზიციაში ყოფნა, რომ იცით რა არის, აი საფრანგეთში რაც მოხდა, ეს ყველაფერი პრინციპში არ მოგწონს, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპა არის კულტურული, ქრისტიანულია საკვირველია პირველ ყოვლისა, დემოკრატიული აგრეთვე, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სივრცე და დამიჯერეთ. მათ ეს უნდათ სწორედ რომ ჩვენ ვაღიაროთ ისინი ლეგიტიმურ პირებად და ეს აზრი ვაღიაროთ ვცნოთ ლეგიტიმურ აზრად. ყველაფერზე შეიძლება დისკუსია, შეიძლება რუსთავი ორის ოხერი და ტიალი, შეიძლება თუ არა რუსთავი ორის ვინ ყავს რუსთავი ორი და უნდა გაუგზავნო მესიჯი ახლა. ნაცნობი. რუსთავი ორმა გამართოს დებატები, დედამიწა ბრგვალია თუ ბრტყელია. შეიძლება თუ არა. იცით თუ არა თქვენ მოდით სანამ მე ისიც გაუგზავნე ან თუ გაუგზავნე არ ვიცი საერთოდ დედამიწის ბრტყელია, ხო? ამასთან დაკავშირებით დავძებნოთ, აი გუგლავ რამდენი მომხრე არის მოდით ChatGPT-ს ვკითხოთ. ChatGPT-ს ვკითხოთ რა, იმიტომ რომ ეხლა დაძებნა და შეიძლება ესე. რამდენი, აი თქვენ თვალწინ ვეკითხები, რამდენი მომხრე ხავს ბრტყელი დედამიწის თეორიას, თქვენ თვალწინ ნახავ ახლა მე პასუხს. მიგზავნის, აი გამომიგზავნა, მკითხულობ ლაივ რეჟიმში. ბრტყელი დედამიწის თეორია მსოფლიოში მხოლოდ ძალიან მცირე, საკმაოდ უმცირესობა ხავს მომხრე ამ თეორიას. კვლევების მიხედვით პროცენტები იმერყეობს ქვეყნების მიხედვით და საერთო რაოდენობა არ არის დიდი ნაწილი მოსახლეობისაგან. მიუხედავად ამისა, აშშ-ში რამდენიმე გამოკითხვით დაახლოებით 2%, არ არის პატარა პროცენტი, 300 მილიონიანი ქვეყანაა. 10% არის 30 მილიონი, 5-ზე გაყოფილი 2% არის 30 გამოყოთ 5-ზე, 6 მილიონი, 2 საქართველოს უჭერს მხარს ბრტყელი დედამიწის თეორიას. მეორე ხარისხოვანი გამოკითხვები მიუთითებენ, რომ კონსპირაციის ადეპტთა ნაწილი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, დაახლოებით 10% შეერთებულ შტატებში. ბრაზილიაში 7-20% ადამიანმა უნდა
დააფიქსირა პასუხი თუ ეს ბოდიში ბრაზილიაში გამოკითხვებში დაახლოებით 7.20% არის ადამიანებისა, ვინც დააფიქსირა პასუხი ამაზე, თუმცა ეს არა ყოველთვის და ხო, ცოტა გავგება წერია, მაგრამ ყოველთვის არ ასახავს რეალურ მდგომარეობასო, თუმცა შეიძლება ამდენიც კი იყოსო, 20%, 10% თუნდაც. სხვაგან, მაგალითად ბრიტანეთში ან სხვა ევროპულ ქვეყნებში ეს პროცენტი ხშირად 3%-მდეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება რომ ამ თემაზე გავამართოთ დებატები, ამ აზრსაც აქვს ლეგიტიმური ბრტყელი დედამიწის თეორიის გამზიარებელთა აზრით ლეგიტიმური უფლება, ისინი წუხან იმასთან დაკავშირებით, რომ მეინსტრიმ მედიაში ან საერთოდ მედიაში მათ ფურცლები თუ ეს აეთრო დრო არ ეთმობათ. მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც არ შეიძლება დებატების გაბართვა თემაზე ბრტყელია დედამიწა თუ მრგვალი, იმიტომ რომ მრგვალია. ზუსტად ასევე არ შეიძლება დებატების გაბართვა თემაზე საქართველო უნდა იყოს თუ არა ევროპული და ევროატლანტიკური და დასავლური სივრცის ნაწილი. იმიტომ რომ საქართველო გარდა იმისა, რომ გრუზიად იწოდება საბომავლოდ თუ არ იქნება ევროპული სივრცის ნაწილი, ეს გრუზიაც კი როგორც ასეთი პერიფერია გრუზია გაქნება და ეხლა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რითიც დავიწყე. დამნაშავე ბიზიდა ივანიშვილია. თანადამნაშავეები არიან ყაველაშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, ვოლსკი, ხაინდრავა, ჩიბურდანიძე, შაქარაშვილი, ეკლესიის წარმომადგენლები, უკლებლივ ყველანი, ვინც ელაქუცება ამ ბანდა ხელისუფლებას, ვინც სხვადასხვა ვითომ ტაქტიკური მოსაზრების გამო რჩება ამ ხელისუფლებაში, რომ მერე შიგნიდან ვითომ და ააყირავოს მერე საჭირო მომენტში და საჭირო დროს. ყველანი დამოუკიდებლად იმისა რა სოფისტური თუ დემაგოგიური და დემაგოგიური, ან რა არადემაგოგიური და ბრჭყალებში არგუმენტირებული მოსაზრებები აქვს დარჩენის სასარგებლოდ, ესენი დამნაშავეები არიან, ყველა არ გასამართლდება. გასამართლდება მხოლოდ ის, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, სამშობლოს ღალატიდან დაწყებული, დამთავრებული წვრილმანი სამოხელეო, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულით ისინი მეორე მათგანი ინდულგირებული იქნება გარკვეული პერიოდი, განთავისუფლებული იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმიტომ რომ ეხლა ვერ ჩავყვებით ყოველ მეორები გინდარას, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის კრიმინალები ისინი გააგრძელებენ და გააგრძელებენ წლების განმავლობაში გახეხავენ თუ ახეხავენ ციხის კედლებს თუ პარაშას ასე ვიტყვი, მაგრამ და ჟურნალისტებს ვერ გავასამართლებთ და არ გავასამართლებთ, მაგრამ მარგინალიზაცია პირებისა, ვინც კარში ხდება გოგა ხაინდრავას, თავს უქნევს და ხამარჯობას ეუბნება ვატო შაქარიშვილს, ეუბნება ყურში, რომ პრინციპში მართალი ხარ, ან არ ეუბნება, მაგრამ ემოციურ კავშირს, თვალებით კავშირს ამყარებს ვინმე ჩიბურდანიძესთან და კიდევ ვინმე კირცხალიასთან და ეუბნება, რომ ხო საქართველო დაღუპა დასავლეთ ამ ემოციური სხივ კავშირით, დაღუპა ევროკავშირში ინტეგრაციის მცდელობამაც კი, ისინი ყველანი არიან დამნაშავეები არაპირდაპირი სისხლის სამართლებრივი კონოტაციით. არ გასამართლდებიან, არ გასამართლდება ნინო შუბლაძე, ან ნებისმიერი სხვა ვინც არის პროპაგანდისტურ არხ რუსთავიორზე, მაგრამ მორალური მარგინალიზაცია და მორალური პასუხისმგებლობა მათ უთუოდ დაეკისრებათ. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, საქართველოს ესეთი მძიმე პერიოდი არ ქონია, გავბედავ და ვიტყვი, გასული საუკუნის 20 წლებშიც კი 20 წლების დასაწყისში, როცა მოხდა საქართველოს ოკუპაცია, ანექსია. იქ ჩვენ ვიცოდით, რომ ხილული მტერი იყო, რომელმაც უპატაკა, უდეპეშა მოსკოვს კრემლს, ლენინსა და სტალინს, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალებს. ესენი ფორმალურად ინარჩუნებენ ხუთჯვრიან ქართულ სახელმწიფო დროშას, მაგრამ ამავდროულად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხუთჯვრიანი ქართული სახელმწიფო დროშა, როგორც ასეთი განადგურებული იყოს, მარგინალიზირებული იყოს, დევალვირებული იყოს, ფუნქცია, აზრდა, მისია დაკარგულ, სულისკვეთება დაკარგული იყოს. იქ ხილული მტერი იყო ქართველი ორჯონიკიძე, აქ შეფარვით შემოსული მტერია. ოღონდ უნდა იცოდეთ ისიც, რომ ბიზინა ივანიშვილი და მისი ნაჩალნიკები იმ შეცდომას, მისი ნაჩალნიკები პირველ ყოვლისა არ დაუშვებენ, რა შეცდომას დაუშვა ცარისტულმა მეფის რუსეთმა მთელი მე-19 საუკუნეებით 1917-18 წლებამდე. ანუ შეცდომას,
რომ რაღაცეები აგვიშენეს, ოპერა ააშენეს, ამ ოპერაში რაღაც წარმოდგენები იმართებოდა, საქართველო იყო კულტურული ცენტრი, მინიმუმ კავკასიის რეგიონში და უფრო ფართოდაც რეალურად კულტურის ცენტრი. გარკვეულ ბრჭყალებში დათმობებზე მოდიოდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ილია აცოცხლეს 1907 წლამდე. ვაჟა ცოცხალი იყო და გარდაიცვალა 1915 წელს. ვერ მოესწრო ვერც ერთი და ვერც მეორე დამოუკიდებლობას, ვერც აკაკი და ვერც იაკობ გოგებაშვილი. არ დაუშვებს ახალი პუტინისტური ან პოსტპუტინისტური რუსეთი შეცდომას, როგორიც დაუშვა კომუნისტურმა ბოლშევიკურ კომუნისტურმა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში, იქ სტალინმა ბრჭყალებში გადაგვარჩინა გარკვეული პერიოდი. და სტალინის შემდგომაც გადაგვარჩინა მარიფათმა ზოგიერთი მათ შორის ქართველი კომუნისტი ლიდერებისა. კანდით ჩარკვიანმა მაგალითად. ვასილ ჟავადაძე ხვარცერც მივკირი და არც მეორეს მით უმეტეს და არც მესამე შევარდაძეს მით უმეტეს და ასე შემდეგ. მაგრამ იმათმა მათმა მარიფათმაც კი გარკვეულმა ჭიან ჭველობამ კი არა, ნაცარქექიობამ, აი ყველს რო დააწურავს თავზე დევს, ამან გადაგვარჩინა, ნაცარქექია ქართული ფენომენი არის ამ თვალსაზრისით. ეს ცნობილი დისკუსიაა, ეგ რა მაგის პასუხია 70-იანი 80-იანი წლებისა, 70-იანი წლებისა, რა ტიპის, რა სახის, რა სულისკვეთების პერსონაჟია ნაცარქექია, ქართველია თუ არა. არ ჩავღრმავდები ახლა იმ დისკუსიას. რუსეთი პოსტპუტინისტური ან პუტინისტური ამ შეცდომას არ დაუშვებს. ის თავიდან ბოლომდე ნაცრისფერ ზონობას ვინჩივის თლიანად გაანადგურებს საქართველოს. ყველა იდენტობის ყველა ნიშანს მეც ამოძირკვავს და ძირკვავს ლიზინდა ივანიშვილის ხელით ესეც, რაც მისწერეს იაგო კაჭკაჭიშვილს. არის ნათელი თვალსაჩინოება, რომ ვითომ დემოკრატიის, ვითომ დებატების, ვითომ საჯაროობის ეგიდით და შეფუთვით ისინი რეალურად ზონდირებას ახდენენ ისეთი თემებისა, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის არის მავნე და კატასტროფული. ამას ან გავიგებთ, ან საქართველოს გამარჯვება კი არა, არსებობაც როგორც ასეთი არ უწერია. ბოლოს მე ცხების არ ვიცი, მაგრამ მე დამემართება გაჟონვა ამ დედასაიმასქნებლების ხელში.